ეხსნებათ არის ასეთ დიდი ინტერესი. რა თქმა უნდა, სხდომა თავის შინაარსით არ არის საინტერესო შესაძლებელი არის, მაგრამ არის ძალიან მე ასე მგონია, ჩვენ ვართ ძალიან დაძაბულები აქ მოგეგებთ, ძალიან ნერვიულობთ, მე ძალიან ნერვიულობ და ძალიან გამომდინარე ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება შვიდი თარებაში ვიმუშაოთ და ამის საშუალება პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუწევთ მეგობრებო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ხის წესრიგს გაგაცნობთ, უმეტეს რა თქმა უნდა იცით ხის წესრიგი დღეს ორი თემაზე არის მხოლოდ ორი საკითხი. პირველი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭირის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა და მეორე არის მიმდინარე საკითხი. მეგობრებო, ვინ არის მომხრე ამ დღის წესრიგით? შესაძლებელია შემდგომ დაიწყოს რაიმე კითხვები. კი ბატონო. ვინ არის მომხრე ვიმუშაოთ მხოლოდ ერთი საკითხით, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭირის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა. ვინ არის მომხრე ამ საკითხის? მომხრე ამ შემთხვევაში, ესე იგი ჩვენ ვაკეთებთ ერთადერთი საკითხი იქნება, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი. ჩვენ ახლა რაც თავარია რეგლამენტის საკითხი უნდა გავუცებთ მეგობრები და რასაც უნდა ვუყაროთ კენჭი. რეგლამენტი რომელიც არსებობს მოხსენებელს ეძლევა 15 წუთამდე, აუცილებლობის შემთხვევაში მრჩეველთა საბჭოს უფლება მოხსენებისთვის განკუთვნილი და გაზარდოს დამატებითია 10 წუთით, თანამოხსენებელს 10 წუთამდე, მოსაზრების დაფიქსირებისთვის გამოსვლას 5 წუთამდე, კითხვის დასმა 1 წუთით, დისკუსიის შემთხვევაში შესაძლებელია მოსაზრება და დაზუსტებისთვის დამატებით 5 წუთი მიეცეს დისკუსიის მონაწილეებს. პროცედურასთან დაკავშირებით ავტორიტეტი ხوارდოთ რაიმე შეიმჩნევა მოსაზრება დამატებით რაიმე ხوارდოთ პროცედურა. ხო, მოხსენება ამ შემთხვევაში ასე იქნება, მოხსენებელი იქნება ვიდაჩხარდის პროცედურასთან დაკავშირებით. ჩვენ შემთხვევაში იქნება ასე, რომ მოხსენებელი იქნება ვიდაჩხარდის ხარჯიშვილი, შემდეგ თანამოხსენებელი იქნება ირაკლი დარწმელიძე, შემდეგ რა თქმა უნდა ნათია ყაბანაძეს მიცემა საშუალება და მოგვიანებით, როცა ეს დასრულდება, ამის შემდეგ უკვე მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიეცემათ 10 წუთი, ვინ არის მომხრე ამ პროცედურით ვიმუშაოთ დღეს ჩვენ. ყველანი მომხრე, ძალიან დიდი მადლობა. ხო, როგორც ვეკითხარით, თავი მოხსენებელი ამ შემთხვევაში არის გიგა ჩხატიშვილი, ხოლოს პრეზიდენტი დაიწყო. აქედან ახლოს დაუდე მიკროფონი. გათიშულია მგონი ვახში მიკროფონი არ მე რა მიკროფონი დადე. ეგება თომინების თეატრში გადავიდეთ. მე
აი თამარ ვამინომა საჭირო კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ რიგში აცილოა არის ის, რომ სიტყვის თავისუფლებას და სამართლის განმარტებობას არაფერი δεν ეხება. ეს არის აბსოლუტურად ძლიერი აჟიოტაჟი. სიტყვის თავისუფლება და სამართლის განმარტება აქამდე იყო მოყოლებული. ეს არის ის მრჩეველთა საბჭო, რომელიც მასშტაბებელი იყო. ეს ორგანიზაცია საზოგადოებრივი მოხდები გახდა მას შემდეგ, რაც მას დაემატა ერთი სტრუქტურული შრომის მრჩეველთა საბჭო და სწორედ მრჩეველთა საბჭოს მოწყობისა და საქმიანობის წესის რეფორმა უზრუნველყოფა ის, რომ ეს ბავშვი საზოგადოებრივი მოხდები სხვა შემთხვევაში დირექტორის გარეშე ამ ორგანიზაციას არ მოახერხებია არასდროს ყოველთვის ხალხა დირექტორი. სიტყვის თავისუფლების გარანტი და დამოუკიდებლობის გარანტი ტელევიზიის მიასებსო არის სწორედ მრჩეველთა საბჭო და მასში შემოადგენლები, რომელიც მოქმედებენ თავიანთი სინდისის კარნაკით საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს მაუწყებელში, ეს არის სრულიად მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების დიაპაზონში. უნდობლობის გამოცხადების პროცედურა სრულიად კანონი და გაურკვეველია თუ ამ პროცედურის გამოყენება ასე ვთქვათ რაიმე ტიპის შეზღუდვასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რადგან წერია საერთოდ ეს ნორმა კანონში. ასევე მინდა ვახსენო, რომ როდესაც გადავაყრდე არსებულ საკითხზე, თუმცა წინწებად მინდა ვთქვა, პრიორიტეტების შეუსრულებლობა თავად მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის ნაწილია. მე მინდა მოგიყვანოთ ციტატა მაუწყებლობის შესახებ კანონიდან 25-6 მისმიერ პუნქტი, სადაც წერია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საჭირო ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თუ არ შესრულდა მრჩეველთა საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელებს მედიცინის მონაცემები მათ შესასრულებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი პრეტენზია დირექტორის მიმართ სწორედ პრიორიტეტების შეუსრულებლობა ხდებოდა, მრჩეველთა საბჭო ჩემი მაზნით იზოლებულია, იმდენად ამდენადაც აბსოლუტურად კომუნიკაციის შესაძლებლობას აქვს მოკრებული დირექტორთან და გაატაროს სხვა რაიმე მონაცემები, რომ პრიორიტეტები შესრულდეს, მიმართოს ჩემი აზრით სწორედ ამ ძალიან არასასიამოვნო უპირობეს ფორმას. სხვა შემთხვევაში შესაძლოა და არ გამოვიცნო ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მრჩეველთა საბჭო არ ასრულებს თავის უფლებამოსილებას და დადგეს კიდევ მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი. მე არ ვიცი ეს ვისი გადასაწყვეტია, თუმცა მგონია, რომ სწორედ ეს არის მედიცინის მონაცემები. რაც შეეხება კომუნიკაციის არარსებობას დირექტორთან, მე არაერთხელ ვთქვი უკვე სხვადასხვა მედია საშუალებასთან, რომ ჩემი შეფასებით მევადე დირექტორი აღწევს პარტიის მრჩეველთა საბჭოს, არ აქვს მან მრჩეველთა საბჭოსთან ის კომუნიკაცია, რომელიც უნდა ჰქონდეს დირექტორს. ამის ძალიან ცხადი მაგალითი არის 2019 მარტის ხდომა, სადაც დირექტორმა არც კი ინება, რომ დასწრებოდა მრჩეველთა საბჭოს ხდომა ბოლომდე, ისე დატოვა მრჩეველთა საბჭო არ მოუსმინა
რაც მიუთითებს იმაზე, რომ დირექტორს ვერ გაუთვალისწინებია და გაუთვალისწინებია, რაც ნიშნავს ჩვენთა საბჭო როგორც ინსტიტუტი. შესაბამისად, ეს ღონისძიებები, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ და რასაც დღეს ჩვენ ხვალს ვაგებთ, ეს არ არის ახალი. ეს პრობლემები გროვდებოდა წლების განმავლობაში მაუწყებელში და დღეს რომ ჩვენ ხედავთ აი ამ ხელ აჟიოტაჟს, ეს ის ბრალია და იქიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე სამხატვრო სექტორი, მედია, საზოგადოება ძალიან ღრმად არსებითად არ იყო ჩართული მაუწყებლის მუშაობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში, რომელმაც უნდა გამოხატოს სწორედ საზოგადოების ინტერესი. მნიშვნელოვანია ეს ყურადღება, როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს ყურადღება კარგია, მაგრამ ეს ყურადღება მნიშვნელოვანია ყოფილიყო ადრეც, რომ არ დაშვებულიყო აი ესეთი ხარვეზები, ესეთი გადაცდომები. ეს დღეს გახდა სიურპრიზი ფაქტის საზოგადოებისთვის, თუმცა ვინც აქ მუშაობს. ჩვენთა საბჭოს წევრების უმეტესობის გაწმენებული ვარ, ეს უკვე დიდი ხნის პრობლემებია, რაიმე ახალი აქ აბსოლუტურად არ არის. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის გახდა ეს უბრალოდ ახალი და ის აჟიოტაჟი თითქოს აქ რაღაც ტიპის შეტევა არის ცირკვის თავისუფლებაზე არის სრულად ზედმეტი. ისევ გავიმეორებ, რომ ჩვენთა საბჭოა ცირკვის თავისუფლების გარანტი ჩემი ამ ორგანიზაციაში და სხვა შეუძლებელი სხვა გარანტიები არსებობდეს ორგანიზაციის ინსტიტუციური მოწყობიდან გამომდინარე. ეხლა რომ გადავიდეთ ასეთი საკითხებზე, კონკრეტ ჩამოვიდნენ პრეტენზიებს, რომელიც არის ასე ვთქვათ ჩვენს ჩანაში მოსებული პირველი პრეტენზია არის რეიტინგების განმავლობა. შესაძლოა ამაზე იყო დისკუსია და იყო საუბარი, რომ რეიტინგებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლები, თუმცა მე მგონია, რომ პირადი სამხედრო შეფასება მხოლოდ რეიტინგებზე არ შეიძლება იყოს ორიენტირებული, თუმცა მას უნდა ყავდეს მაყურებელი. თუ მას მაყურებელი არ ეყოლება, მაშინ გაუკვეველია ვისთვის იმაუწყებლებს ტელევიზია და ვისთვის და რაში გადაიქცეს საზოგადოება თავის თანხებს, საჯარო ფინანსებს სხვა შემთხვევაში. 2016 წლიდან დღემდე ტელევიზიის მაყურებელს რაოდენობა განახლებებული იმ სეგმენტში, სადაც ტელევიზიას ჰქონდა ყველაზე ძლიერი პოზიციები რეგიონულ სეგმენტში. მაყურებელს რაოდენობა 73% არის შემცირებული. თუ ასე გაგრძელდა და ტელევიზიას ამ ტემპში მაყურებელი არ ეყოლება, მაშინ გაუკვეველია საერთოდ რაში იქნება საჭირო 20 მილიონი თუ შემდგომ დაფინანსება, რომელიც ტელევიზიას მომავალში ექნება. შემდეგ პრიორიტეტების შეუსრულებლობა, რომელზეც უკვე ვისაუბრე და პრიორიტეტები არაერთი ვახსენებ წინა ასე ვთქვათ გამოსვლებში, რომ ორი ამისთვის აძლევს ჩვენთა საბჭო საზოგადოების თანხების დირექტორს, ეს არის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 განსაზღვრული შინაარსობრივი პრიორიტეტების შესასრულებლად და ჩვენთა საბჭოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესასრულებლად. ეს ორი რა უნდა შესრულდეს. პრიორიტეტების შესრულების ნაწილში არის ძალიან დიდი ხარვეზი და ჩამოთვლილია კონკრეტულად იმ დანარჩენებს წარვადგინეთ, რომელი ნაწილი ასრულება პრიორიტეტების და რომელი ასე ვთქვათ კრიტიკული კომპონენტებია, რომლებიც უნდა შესრულებულიყო. აქ ასევე წერია კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, ამაზე იყო საუბარი, ამაზე არაერთხელ ასე ვთქვათ გახმაურდა ზოგიერთ თანამშრომლისგან. ტელევიზიის დირექტორი არ უნდა უბრძალავდეს თანამშრომლებს ჩვენთა საბჭოსთან კომუნიკაციას და არ უნდა ითხოვდეს ამისთვის ნებართვას. რომ თითქოს დირექტორს უნდა დაეკითხოს ასე ვთქვათ თანამშრომელი ესაუბრება თუ არა ამ ეს ამის შეზღუდვა არის ვახსენებთ ჩვეულებრივი საბჭოთა სტანდარტი, რომელიც დაუშვებელია არსებობდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამის დოკუმენტაციები არსებობს, უბრალოდ ამ ფორმატში მიაღწია კომიტეტის საშუალება, რომ წარმოვადგინო. თუმცა დაინტერესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველამ შეიძლება მოიპოვოს. საბიუჯეტო სახსრების აღრმავებამდე ხარჯებს რაც შეეხება, როდესაც ბიუჯეტი მტკიცდება რაღაცა ტიპის დათქმით, ჩვენთა საბჭოს მიერ დირექტორი ვალდებულია სწორედ იმ დათქმით დახარჯოს ეს ბიუჯეტი. ბევრი შემთხვევაა,
მემარცხი და ცხრილი მოტანილი ბევრი შემთხვევა, როდესაც დამტკიცებული ბიუჯეტის სხვა მიზნობრივად გაიფარგა. ის თანხა, რომელიც კონკრეტულად არის მოსწონებული ჩემთანაც მაგალითად 95,000 ლარი, რომელიც სხვა მიმართულებით იქნა დაფარული, ეს არის თანხა, რომლის დახარჯვასაც დირექტორს ჩვეულებრივ საბჭოს თანხმობა ჭირდებოდა, რადგანაც 1% აღემატებოდა მაუწყებლის ბიუჯეტის. თუმცა, თქონდა ამ თანხმობის და ამ ბიუროკრატიას შეიძლება ავარდოთ თავი და ეს თანხა absolუტურად არამიზნობრივად სხვა მიმართულებით, სხვა საჭიროებებზე, რაც არ უნდა საჭიროება ყოფილიყო. ამ პირობით არ მიუცია ჩვეულებრივ საბჭოს დირექტორისთვის ეს თანხები, თუმცა absolutურად სხვა მიმართულებით ასე ვთქვათ დახარჯა. არსებობს absolutურად დაუსაბუთებელი ხარჯები, რომლებიც გაურკვეველია მათი ხარჯების შედეგად რა შედეგი მიიღო საერთოდ მაუწყებელმა. ესეთი ხარჯები ხშირ შემთხვევაში მაქვს შეგვიძლია მოტანილი, არ ვიცი რამდენად საჯარო დამზადება იქნება საჭირო. ამ ხელშეკრულებებიდან მიღებული შედეგი არის გაურკვეველი, უფრო მეტიც. ეს არის ასე ვთქვათ ორი ხელშეკრულებები, როდესაც კონსულტაცია ერთისფრით მაღლია შრომითი კონტრაქტი, რაც წარმოუდგენელია და მეორეს სახელმწიფო შესყიდვები. როდესაც ეს ასე ვთქვათ შესყიდვები არის იდენტური. და შესაბამისად აი აქ თქვა ორმაგი მიღწევა. რაც ეხება იდენტურ შესყიდვებს, აქ იყო საუბარი ამ დანარჩი დოკუმენტებიც მას ამოღებული. სტუდიების დამზადება და რემონტები, რომელიც ხელშეკრულებების ფარგლებში არის ნაბიჯი, არის absolutურად წარმოუდგენელი. შეუძლებელია ასე ვთქვათ სარემონტო სამუშაოების შრომითი კონტრაქტის ფარგლებში იყოს ნაბიჯი და აი ამ ფორმით, როდესაც სახელმწიფო შესაძლებელი უნდა ყოფილიყო განხორციელებული ეს მიმართულებები, ნაბიჯი იყო ასე ვთქვათ შრომითი კონტრაქტები, თან ყველაფერთან ერთად გაურკვეველია დაკავშირდა ასე ვთქვათ დირექტორი ცალკე საკონტრაქტო გარემოში ტელევიზიის საშტატო თანამშრომელთან, რომელსაც ისედაც ევალებოდა აი ამ ტიპის სამუშაოების გაკეთება. და ეს მიმართულებები ძალიან დიდ აღჭურვილს აჩენს. რაც შეეხება ინტერესთან შესყიდვებს, ნიუანსებს, თუ ჩვენ გვექნება რეგლამენტი, ჩვენ შეგვიძლია დეტალურად გავიაროთ ეს დოკუმენტები ინფორმაცია. ინტერესი იქნება ყველაფრის მოსვლა წარმოუდგენელია, თუმცა დოკუმენტურად დავადასტურებ გასათვალო ყველაფერს. 2016 წელს მაუწყებელი გავდივიდა ახალ სტრუქტურულ მოწყობაზე. ეს სტრუქტურული კონცეფცია უსასყიდლოდ უნდა იყოს მოწოდებული იყო ერთ-ერთი კომპანიის მიერ. დირექტორად არჩევისას ალბათ უნდა ნათია თქვა, რომ ეს სტრუქტურა კარგია და ამ სტრუქტურით იმუშავება. თუმცა რატომღაც 2017 წელს მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორისგან, რომელთან ერთადაც ის მას ჰქონდა საერთო ორგანიზაცია და ის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად დაკავშირებულ პირად ითვლება მასთან, აფორმებს ერთბირთთან მოლაპარაკებას, ყიდულობს ახალ სტრუქტურას, ახალ სტრატეგიას, თუმცა თავი დავალებოთ იმას, რომ ეს იყო ინტერესთან კონფლიქტი შესყიდვაში. ამ შესყიდვის შედეგების რეალიზაცია არ მომხდარა. 2017 წელს ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ეს კონცეფცია და სტრუქტურა რეალიზებული არ არის. ეს არის 2019 წელი. ეხლა წარმოუდგენელია დირექტორის უფლებამოსილების ვადის მიწურულს, ის რეალიზაცია უნდა მოხდეს მაგ მიმართულებით. რაც შეეხება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან დავას, აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია. მე არ მეგონა ჩვენთან საბჭოს დონეზე შესაძლებელია თქვა თქვი თვალს მაუწყებლის დირექტორმა და ამას ფაქტორსაზოგადოება მან რეაქციას ყურადღება. თუმცა ჩვენთვის იყო წარმოუდგენელი პირდაპირ ეთერში მაუწყებლის დირექტორის თქვი თითქოს ევროპის მაუწყებელთან ევროპის მაუწყებელთა კავშირთან დავა და დავალიანება ჩემი მიზეზით არის წარმოშობით, როდესაც მე ყველა დოკუმენტი წავადგინე, ასე ვთქვათ, ამის გამადასტურებელი და წარმოუდგენელია თითქოს დირექტორმა ახსენა, თითქოს მე გამოვასწრა ჩვეულებრივ საბჭოში, სანამ ის ჩემს ასე ვთქვათ დასჯას მოახერხებდა. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს დოკუმენტები მე გამოვაქვეყნებდი ჩემს ასე ვთქვათ სოციალურ ქსელში, ყველა შეუძლია ნახოს დირექტორი პასუხისმგებელია ამ გადახდაზე.
ფონდთან დავალებული და დაწერილი ეს დოკუმენტები ანგარიშობისთვის, თუმცა უპასუხისმგებლობის გამო ზუსტად ეს არ მოახერხა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჯგუფის ორგანიზაცია და ესე დამოუკიდებელ, როდესაც ეს ორგანიზაცია სასამართლოში დაუდგა უხრება, თუ არ გადაიქცეს ძალიან პატარა თანხას, თანხაც არ არის დიდი, ძალიან სამართლიანია შემიძლია. დისკრიმინაციულ და უსამართლო ანაზღაურების სისტემაზე არ გავაგზავნებთ ის პროტესტი, რომელზეც თქვენ დღეს მედიის წარმომადგენლებმა ვკითხეთ, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს მაუწყებლის გარეთ, ის პროტესტი, რომელიც არის მაუწყებლის სწორედ ამ სისტემას, უსამართლო ანაზღაურების სისტემას უკავშირდება. ეს ამაზე თანხმდებით მე და დირექტორი თავის ანგარიში, ბოლო კვარტალურ ანგარიში სწორედ ეს ჰქონდა, მოყვანილი მას, ასე ვთქვათ, ანგარიში ერთ-ერთ პუნქტად, რომ ანაზღაურების სისტემა არის უსამართლო, თუმცა 3 წელია მე ვიცი შეიძლება საბჭო, მე არ ვიყავი წევრი მაშინ, 3 წელია ეხება ხოს, ყველანაირად ხოს კომუნიკაციის საშუალების გამოყენებას, რომ აი ეს სისტემა ანაზღაურების იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და ეკუთვნებოდა სხვადასხვა კრიტერიუმებს, რომ ეს არ იყოს მანიპულაციის საშუალება, რომ შენ ლოიალურ ადამიანებს, ასე ვთქვათ, ცოტა მეტი სიკეთე მისცე და ამით მოიმხრო და ასე ვთქვათ არალოიალურად გასაჯო. ამიტომ უნდა იყოს ეს ყველაფერი გასწორებული და 3 წელია, უკვე ამაზე მიდიოდა საუბარი, თუმცა ხემდი არ მოყარებულა და შეიძლება თავი არ დამაყარა. სასამართლო დავეცი კატასტროფულ თანხმობა აქ არის ერთი თანამშრომელი, რომელსაც ეს კონკრეტულად ეხება, რომელიც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უკანონოდ იყო გათავისუფლებული და მას მისთვის მაუწყებელს და 60,000 ლარი გადასახდები. ზუსტად იმის გამო, რომ უსამართლო პროექტსა მაუწყებელი. ყველაფერთან ერთად სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფიქსების ტვირთი, უსამართლობის ფიქსების ტვირთი მაუწყებელმა გადაიტანა ადამიანზე და დაავალა მას, რომ იფიქსებინა თავისი უსამართლო უდანაშაულო და აბსურდულია. ამავე საქმეში დირექტორმა ამას დავადასტურა აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, დოკუმენტურად გააკეთა ის, რასაც ედავებოდა ის გათავისუფლებულ თანამშრომელს, მან პირად ადვოკატს, რომელიც მისი ადვოკატი გახდა 2017 წლის აპრილში, თუ არ მიშლება. ასე ვთქვათ, მოემსახურა ტელევიზიის რესურსები. სწორედ ამას ედავებოდა გათავისუფლებულ თანამშრომელს, რომ ტელევიზიის რესურსები გამოიყენა თანამშრომელმა არასწორად. თუმცა თავად დირექტორს ადვოკატს დაავიწყდა ტელევიზიის რესურსების ასე ვთქვათ, არამიზნობრივი გამოყენება ყველა თანამშრომელს არ ეკრძალება. ეხლა სამართლებრივი პროცედურების დარღვევით გაფორმებულ შეშულებებზე, როდესაც საუბრობ და წინა ვიცნობ, აქ გვესწრება ერთი ადამიანი არ მინდა ეხლა სახელების და გვარებზე საუბარი, მედიის ასე ვთქვათ, წრეებში ძალიან ავტორიტეტული ადამიანია. და სამწუხაროდ ესმის მას მე რასაც ვამბობ, აი ეს ამ ადამიანს არ ეკადრება. მე არაფერი გამიგვედა დირექტორისგან, რომ შეიძლება წინა თარიღით გააფორმო პროცედურები და ასე ვთქვათ, შემდეგ გადავწყვეტ ჩათვალო ეს კანონიერია. ნუ თუმცა არ ვიცი, დაუშვათ ეს ამ ადამიანის შეცდომა, ასე ვთქვათ, გარიგებაში არ არის შესული სხვა ამბიები. და ამ დამჭირდება 10 წუთი უბრალოდ ეხლა ინსტიტუტების და ნორმების უგუბრელი ყოფნა. ამაზე როდესაც საუბრობ, მე შემიძლია ძალებაც წარმოვიდგინოთ, როდესაც დირექტორმა მაუწყებლის დებულების, რომელიც არის მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი, რომელსაც არის მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს თანხმობა ჭირდება, რომ ცვლილება შევიდეს. აი ამ დებულების გვერდის ზავლით, რატომღაც დებულების განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები მათ უსამართლობის და დაქვემდებარების წესის შეცვლა, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს, და შემოიღო ახალი თანამდებობა და მათ დებულების განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები დაუქვემდებარა. ესეთი გადაწყვეტილება, ეს ძალიან ჩემი აზრით არის საერთოდ უკანონო. აი ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვიცი რომ დირექტორმა ესე განახორციელოს და რესურსები არ აქვს. აი ეს არის პრობლემა სწორედ. როგორც ჩანს, დირექტორს ვერ გაუთავისებია თავისი უფლებების დიაპაზონი და შედის ასე
ორგანიზაციული და ადამიანური მართვის კრიზისი არაფერს ვამბობ, აი ამაზე მეტყვერებს მე მგონი ის პროტესტი, რომელიც არსებობს ორგანიზაციაში და ამ უსამართლობას ასე ვთქვათ, ბევრი უჩვენის ორგანიზაციაში და ასე ვთქვათ, ეს ახალი პრობლემა არ არის ორგანიზაციაში. ამაზე შეგიძლიათ თანამშრომლობითაც დაიგოთ და გაიგოთ აზრი, თუ რამდენად ასე ვთქვათ, კრიზისულია ადამიანების რესურსების მართვის თვალსაზრისი სიტუაცია აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. მე ბოლოს წავიდე ასე ვთქვათ, არის კიდე რამდენიმე მომენტი, როდესაც ჩვენ ხედავთ გადაცემებს ტელევიზიაში, რომელიც ასე ვთქვათ, ფაქტს ინფორმაცია, დოკუმენტური ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ეს არის ასე ვთქვათ, სხვა ფორმატში ფიზიკური ტიპის მიერ გაკეთებული გარიგება რაღაც ორგანიზაციასთან, ამ ფიზიკურმა პირმა, რომელიც არის ტელევიზიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობაზე, ვალდებულება აიღო იმ ორგანიზაციასთან, რომ რაღაც გადაცემას გააკეთებდა, ისე რომ ასე ვთქვათ, არავინ ამ შემთხვევაში საბჭო ასე ვთქვათ, კურსში არ ყოფილა, სხვა დროს ესეთი გადაწყვეტილებები, ესეთი ტიპის დაფინანსებები თანხმდებოდა ჯერდა საბჭოსთან ის აისახებოდა ბიუჯეტში, თუმცა დღეს ალბათ ძალიან უცნაური კომბინაცია და როდესაც ერთ-ერთ ეხება საქმე და ჩვენ არ ვიცით, რამდენად გამჭვირვალეა ამ მეთერში განთავსებული გადაცემების წარმომავლობა, დაფინანსება და ასე შემდეგ. მეჩვენება ჩვენი ორგანიზაციების ასე ვთქვათ, დამზადებას, თუმცა პროცედურული თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ბოლოს ბევრ სამაში გასწრებს ძალიან ხშირია პრეტენზია თითქოს დირექტორი არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების ფეგულოს, მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიმატ, ესეთი მაგალითი ძალიან ბევრია, როდესაც შევყავს პროფესიონალების სამსახურში და როლების ხელმძღვანელები, რომლის წლების განმავლობაშია, წლების განმავლობაში მუშაობენ ტელევიზიაში და იციან ასე ვთქვათ სატელევიზიო პროდუქტის შეფასების კრიტერიუმები, მათი ასე ვთქვათ სტანდარტები ხარისხის, მე მგონი რომ ადამიანებს უნდა ემთო, როდესაც შენ ორი ადამიანის კონკრეტულად, რომელსაც ეხება კონკრეტულად საბჭოს გადაცემა. წინააღმდეგობის ფონდის განათავსების გადაცემას ეს ორი ადამიანი, რომელიც კომპეტენტურია გეუბნება, ამ გადაცემის შინაარსის ფორმატი, ხალხური აგრაფით აღჭურვა თანამედროვე ასე ვთქვათ მოთხოვნებში, აუდიოვიზუალურ მოთხოვნებში და ამ პროტესტის ნიშნად, ამ პროფესიონალების აზრს არ გაითვალისწინე, მიიღე უკუშეთებს სამხედრო და ბოლოს სრულებული იქნება გადაცემა მოხსნა ეტექთან, ეს არის სწორედ ის, რომ არაკომპეტენტურია ჩემი დირექტორი გადაწყვეტილებებში და ის არ ეხება პროფესიონალებს თავის საქმე ამაში. ჩვენ შეგვიძლია დოკუმენტებად გავყოლოთ ყველაფერს სამეფო და ფორმატში შეგვიძლია სხვა არის და დოკუმენტებად ვერ შეგვიძლია დეტალებში ნახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რა უკრასავად რამოდენიმე დოკუმენტი მაინც მინიმუმ რამოდენიმე დოკუმენტი აჩვენებს იმ დოკუმენტებს, რომლებიც არ ეხება ხელშეკრულებებს და შეიძლება წარმოგვიდგინოთ ჩვენ რეგლამენტი გაჩერდება საგადაცემო პოლიტიკის დამოუკიდებლობა. საგადაცემო პოლიტიკაზე თავისუფლებას აღარ სამხედრო პირველ რიგში მიზეზით ვერ მუშაობენ პროფესიონალები, რომლებსაც კარგად იციან სიტყვის თავისუფლების ფასი. ასე რომ ჩვენ საბჭოს გარანტიები გვაქვს მაგის ვერავინ ვერ ჩაერევს. რაც შეეხება დირექტორის მოღვაწეობას, როდესაც ის იქნა არჩეული ამ პოზიციაზე. პირველი რაც გააკეთა დახურა
გადაცემული და პროფესიონალები გაუშვა სამსახურიდან. აქ ესწრება ბევრი ადამიანი, რომლებიც მართლა პროფესიონალია ამ სფეროში. ამიტომ საკრებულო ჩამოთვალო ყველა ის, რომ სამწუხარო არსებობდა მიუხედავად ჩვენი არაერთი შევისება თხოვისა. საკალფასო სისტემას რაც შეეხება, ბიუჯეტი იზრდება, საკალფასო ფონდი გაზარდა ჩვენთა საჭირო. არაერთი თხოვისა დირექტორის უნდათ თანამშრომლების ხელფასმოვანი, მაგრამ ამ თუნდაც ცილები დამატებითი პრემიისა თუ გაეკეთებინა. მე შემიძლია სამი მაგალითი მოგიყვანო. თბილისში რომლის დასოფლების დროს ჩვენი თანამშრომლები და ოპერატორი ეების უმაშინ და დილიდან საბაბული. ხოლმე არავით არ ებრუნებია. ჩემი კოლეგა ლეოგრანდი როცა იზრდება სამწუხარო ფაქტი მოხდა. თემი ღამე აშუქებდა ისეთ იმაში. თავის ოპერატორთან და პლუს მოლეკთან ერთად ყველა იქნება. ამაზეც არავით არ რეაგირება. მესამე შემთხვევაში არტის ნობელი მოვლენების დროს ჩვენ ჯგუფი აშუქებდა ხო მაგას და ძალიან კარგადაც გააშუქა. არავით არ რეაგირება მაგაზე. ანუ როგორც უნდა ისე განკარგავს სამთანხმოებს და ამისი გადასწორებებს რეგულოს ეკვილობობა და ხა მე სამაში განსაკუთრებულად ბევრ სამგავანზე ვისაც გაინტერესებს ეს დოკუმენტები დოკუმენტია მეკვლედა და რაც შეეხება საერთაშორისო დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ერავითარი რაფერი ვერ შეეხება მინდა რომ აქ მუშაობენ პროფესიონალები ანუ ცოტა მოგვიანებით თუ გექნება ცურვილი. არავითარ შემთხვევაში კომენტარები, რეპლიკები ახლა არა, ძალიან ვთქვათ. უდავა დრო ჩვენ მოვსმინოთ. სიმბოლურ დამკვირვებლებზე, რომელიც ჩვენ ახლა მას და მე ძალიან ამაყივა, რომ ბევრად უკეთეს პირობებში თქვენთან ერთად საუბრობ. მე მუშაობ საზოგადოებაში და აწარმოებს ტელევიზია და რადიო მუშაობ საზოგადოებაში. ეხლა მე მიჭირავს და აუცილებლობის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ძალიან დიდი მონდომები, რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა. და მე ძალიან მეგობრები ვარ, რომ ამ კანონის შექმნაში, რომ სწორედ იმ პროექტების შექმნაში, რაც უკავშირდებოდა და უკავშირდება ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზიის და რადიოს დამოუკიდებლობას ჩვენ ყველანი ვიზარდით მონაწილეობას. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ძალიან ბევრი ადამიანი აქცევს ყურადღებას და ფიქრობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჭარის ტელევიზიის და რადიოს დამოკიდებულებას. ალბათ ეს არის სწორი პროცესი, რომელსაც ჩვენ უნდა მივიღოთ უკეთესი საზოგადოება. ჩვენი სლოგანი მუშაობთ საზოგადოებისთვის, სწორედ ამ პრინციპებიდან და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. მე მუშაობდი და მუშაობ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. მე მუშაობ და ვთქვამთ და ყოველთვის ვიმუშავებ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მე ასევე მინდა წარმოვიდგინოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც აჭარის ტელევიზიის და რადიოს ვებგვერდზე ძალიან დიდი ხანია არის გამოქვეყნებული. ეს დოკუმენტი ეხება აჭარის მაუწყებლის ორგანიზაციულ განვითარებას და ასეთი საჭიროა ქვეყანაში, სადაც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ მოდელების ინსტიტუტზე, ქვეყანაში, სადაც მოსმენების, ფარული თვალთვალის, სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების და პროგრესის საჭიროებაზე თანაბრად საუბრობ. მე ასევე მიჭირავს ხელში დოკუმენტი და ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მე მოვისმინე აქ იყო, თავად მე არაფერი გამიგდება დირექტორს, მაგრამ მე მაინც მე მიგვის მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან, რომელსაც აი ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტით, როგორც კი უფლებამოსილება დაიწყო, მე მივმართე და ვთხოვე ეკითხრა აჭარის მაუწყებლის და აჭარის მაუწყებლის გუნდის საჭიროებებზე. ამ დოკუმენტში თავმოყრილია ადამიანების დაცვის, შრომითი უფლებების დაცვის და ორგანიზაციის განვითარების საჭიროების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში მე პასუხი და ადმინისტრაციას პასუხი არ მივიღია. სამწუხაროდ, უსაბედნიერო მე მივიდე პასუხი, რომ ჩვენ საჯაროდ ვისაუბროთ აჭარის ტელევიზიის და რადიოს საჭიროებებზე, წევრებზე და მოვისმინოთ თქვენი პოზიცია. ძალიან დიდ მადლობას გითხრით ბატონებო ამ შესაძლებლობისთვის, რომ საჯაროდ ვისაუბროთ რა არის საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის. მე რა თქმა უნდა წარმოდგენილი მაქვს ყველა დოკუმენტი, რომელთაც შემიძლია დეტალებში მივყვეთ პრეტენზიებს, რომელიც თუ კი შემოვიდოდა სამუშაო ფორმატის სახით, თუ კი ჩვენ ვისაუბრებდით ამას სამუშაო რეჟიმის ფორმატში. მე რა თქმა უნდა მზადდება და რა თქმა უნდა მზადვარ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ინტერესი აქვს განვითარების საზოგადოებრივი მაუწყებლობა, მიიღოს პასუხი და მიმზადვარ იმუშაოს ჩვეულის ადამიანს. დიახ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება და ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლობა. დიახ, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ საჭიროებას და კიდევ ერთხელ მადლობას ყურადღებისთვის, ან კომენტარებისთვის დადებითი ამ უარყოფის კონტექსტში. საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული საზოგადოება. დღეს მე რა თქმა უნდა ვისაუბრებ მხოლოდ კანონზე და იმაზე, თუ რა შეიძლება დაიგოს საფუძვლად ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რაც უკავშირდება დირექტორისათვის მოგონების გამოცხადებას. მე სამწუხაროდ მეორე დღესდღეობის პროცესს, როდესაც ჩვენ სამუშაო ფორმატის ნაცვლად საჯარო ფორმატში განვიხილავთ საკითხებს, რომელმაც განვითარება უნდა მოუტანოს აჭარის ტელევიზიას და რადიოს. პირველ შემთხვევაში ეს განვითარება სოციალურ საქმე, როდესაც მე ისევე როგორც
განსაზღვრული პარტნიორი სხვადასხვა მედია საშუალებებით. ამ ეტაპში თქვენ უკვე და საერთაშორისო დასკვნებში და შიდა და საერთაშორისო კვლევებში. დიახ, ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვაფასებთ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, საარჩევნო პროცესების შეფასება არის განსაზღვრელი მედია ორგანიზაციის ხასიათის, არჩევანის და მომავალის. აჭარის მაუწყებლის მომავალიც, ხასიათიც განსაზღვრულია ამ პროცესში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი დეტალი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ წანების ორ მთავარ მოთხოვნაზე. პირველი მოთხოვნა ეს იყო პროგრამული გავარდნების პროცესი, იგრძელდება, ვიდრე არ ამოისურვება პროგრამული პრიორიტეტების შესრულების პროცესი. რაც შეეხება მეორე საკითხი უკავშირდება ფინანსებს. უახლოესი პერიოდი აჭარის მაუწყებლისთვის ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ეს იყო პროგრამული პრიორიტეტების შესრულება და ეს არის ბიუჯეტის შესრულება, იყო განსაკუთრებული გამოწვევა. თუმცა ხარია მე მადლობა მოგიხარებთ ყურადღებისთვის, არა მარტო მადლობას მოგახსენებთ ამ ყურადღებისთვის, თუმცა რომელიც ერთად ჩვენს საკითხები, რომელიც ჩვენ ყველას ვაწუხებს, აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს აწუხებს, ან საკითხს ამოპრეზენტირებთ. ეს, რა თქმა უნდა, არის სამუშაო პროცესი. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ დღემდე არ ვერ გავმართეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფონდი, რა ფონდითაც შეიძლება იყოს ის კიდევ უფრო წარმატებული. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ დოკუმენტები, რომელიც მაუწყებლის განვითარებისთვის შეიქმნა, რა თქმა უნდა არის პროცესები, რომელიც აჭარის ამას შიფრავ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბათუმელების გვერდიდან. ამ წუთებშიც გრძელდება აჭარის ტელევიზიაში ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი. ჩვენ უკვე მოვისმინეთ თავად ნათია კაპანაძის გამოსვლა. ის პასუხობდა ბორდის იმ წევრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდობლობა უნდა გამოუცხადონ მას. მანამდე ასევე ისაუბრა ბორდის წევრებმა გიგა ჩხარტიშვილმა დირექტორ დარწმელიძემ, მათ 10 აპრილს დააყენეს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი. ამ წუთებში გრძელდება ეს ხდომა და უკვე არის კითხვა-პასუხის რეჟიმი. ბორდის წევრები დაუსვამენ შეკითხვებს ნათია კაპანაძეს.
თავის თანხმდამია სრულად არასახარბიელო რეჟიმში აღმოჩნდა მაუწყებელი არ არის ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი მუშაობის ყოფილი, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესს შეიძლება ახდენს ნეგატიური ეფექტი და ამავდროულად ის თავის თავში შეიცავს პროგრესულსა და პრაგმატულ მომენტებსაც, პოზიტიურ მომენტებსაც, დღევანდელი დღეც ყველა შემთხვევაში მიუხედავად ამ დაძაბულობისა თავის თავში მოიცავს და პოზიტიურ და მნიშვნელოვან ელემენტს. პირველ რიგში პოზიტივი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით 2 წელი აღმოჩნდით პრესისა და პარტნიორი ორგანიზაციების პრაქტიკულად კრიტიკული დაკვირვების მიღმა. ამას თავისი კონკრეტული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ არგუმენტებისა და ვარაუდების დეკლარირებისგან ახლავ შევიკავებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში სრულად ნათელია და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რიტორიკად ჩაითვალოს, როცა გაკვირდებიან და გაკრიტიკებენ, გაძლიერებენ, როცა არ გაკვირდებიან, შენიანად თვლიან თავს ან მათი არამედ იჩნევენ და თვალს ხუჭავენ გარკვეულ პრობლემებზე, ამით გასუსტებენ და გადმოგვიყვნენ. ჩვენ დავსუსტით და მოვუვით იმ თვალსაზრისით, რომ პრესას გულსხმში გაინტერესის მიღმაც კი აღმოჩნდა ეს პროცესები არათუ ესე ვთქვათ უფრო ფაქტო დაკვირვების საგანი შეიძლება ყოფილიყო. მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ როცა ჩვენმა ორმა კოლეგამ გარკვეული რადიკალური ხასიათის წინადადება შემოიტანა ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული პიროვნებების დარგში მომუშავე ავტორიტეტული პიროვნებების ნაწილს მინდა დავუჯერო, რომ გულწრფელადაც კი გაუკვირდა საიდან გაჩნდა ეს ესე ვთქვათ ყვახე ინიციატივა, მაშინ როდესაც არაფერი ვიცოდით ამის შესახებ. სინამდვილეში ახალი არაფერი არ არის გარკვეული კრიტიკული მოცემულობის შესაბამისად მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივიღებდა ასე ვთქვათ ანგარიშ გასაცილებლად ჩავთვალე აპრიორი დადანაშაულება ჩემი კოლეგებისა და ინიციატივისა, როგორც რაღაც ძალიან ბნელი და ძალიან მძიმე ინიციატივის ავტორების გაკრიტიკება და მიმაჩნია, რომ არ არის სწორი, როდესაც კონკრეტული საფუძვლები არის ჩამოთვლილი, ამ კონკრეტული საფუძვლების შეუსწავლელად არგუმენტების გარეშე, კონკრეტული кейსების შემოწმების გარეშე ვინმე კონკრეტული პოზიცია აირჩიეს. რა თქმა უნდა, ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ანგარიშ გაწევრისა და სამდეობის ხარის ეს დამოკიდებულება ამცირებს. ამავდროულად მე სოლიდარობას ვიჩენ, შესაძლებელია ამან გადაღიზიანოთ, კაი მეჭირვენა სულ არ თამაშობ, მაგრამ ეს ჩემი ღირებულებებია და ეს ჩემი ცხოვრების პრინციპებია. ამავდროულად სოლიდარობას ვიჩენ ბატონ გეჟანისადმი, რომელსაც აქვს ჩემგან განსხვავებული დამოკიდებულება და რომლის დამოკიდებულებაც აქვს საზოგადოების წარმომადგენლებში გათხოვული უსიამოვნო რეპლიკები გამოსახულა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მიმყოფებით რეჟიმში ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენთა საბჭო მიიღებს, იქნება გარკვეული საზოგადოების ნაწილისაგან აღქმული როგორც ცუდი, არასწორი. ნებისმიერ შემთხვევაში რომელიმე ჯგუფი შესაძლებელია ჩახვის უჯობესი იყოს სხვადასხვა მიღება, მაგრამ ყოველგვარი რაღაცნაირი ხელოვნური და ხალხური რიტორიკის გარეშე ის დემონსტრება მოახდინა ინდივიდუალურად, კოლექტიურად, ორგანიზებულად ანგარიშს ვუწევთ ყველას, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შეგვიძლია ერთდროულად აღმოჩნდეთ ამ განსხვავებების გავლენის ქვეშ და მართალი საკუთარ სიმბისთან. მე არ ვიყავი პატარა, როდესაც 5 წლის წინ ეს იდეა მეგობრებმა შემოთავაზეს, მე ეს იდეა მივიღე, რომ მოსულიყავია და სრულად დავაცნობიერებდი, რომ პირველ რიგში ჩემი გადაწყვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს აუცილებლად დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს მაქსიმალურად ობიექტურობის აზრებითა და
უმჯობესობისა და მაუწყებლისათვის უკეთესი მომავლის განცდით და გააზრებით და მხოლოდ საკუთარ სინდის და სიმართლე. ყველა სხვა დანარჩენი ცდელობა ეს იქნება ორგანიზებული თუ სუბიექტური, მეორე ანგარიშ დასაწევია პირადად ჩემთვის, მაგრამ ერთ-ერთი განწყობის გამონისტოში აღმოჩნდები, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებენ ძალაუფლების მატარებელი, ძალაუფლების პოტენციის მქონე პოლიტიკური ჯგუფები, ჩემი კოლეგები საუბრობენ გარკვეულ შესაძლებლობებზე, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს პოლიტიკური სამყაროზე ამ პროცესების მართვაში და ამ სიტყვაში მე მივუყურები ძალიან მიანეტი უნდა იყოს და წარმოქმნა არ უნდა გქონდეს მედია რას ნიშნავს ზოგადად ძალაუფლებასთან მართვაში, როგორც მოდარაჯე ხოფაკი პროცესების სავსებით აგულისხმევია, რომ არ არის ის სასიამოვნო ძალიან ხშირად ხელისუფლების მატარებელი ჯგუფებისა და კლასისათვის, ამიტომ ეს სიტყვები ყოველთვის უნდა გქონდეს ჩვენ, რომ არ გამოგვიყვანოს რაიმე ასებითი, მაგრამ ამავდროულად შეუძლებელია ჩვენ ვფიქრობდეთ და ვარაუდით, ვსჯეროდეთ ის შესახებ, რაც უშუალოდ არ გვინახავს და მიმაჩნია მეორედ იაფაცეს უნდა ვიეჭვოთ და კლასიკურები გამოიჩინოთ და ამავდროულად ვერ შევიმჩნიოთ ბრიფინგები, სადაც პირდაპირ პოლიტიკური კლასისა და მექანიზმის მაუწყებლის ცხოვრების გადაწყვეტილებების შესახებ კონკრეტული საბჭოს წევრების მიმართ და პრაქტიკულად მე როგორც ესე ვთქვათ დღეს გადაწყვეტილების მიღების პირი, რომელიც ამავდროულად არა ვარ ინიციატივის ხელმოწერი, ამ პროცესმა ერთის ორგანიზაციებისა და მეორეს ინდივიდუალური თქვენი პოზიციები ჩემთვის არის არსებითი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად თქვენი ტელევიზია ვიმეორებ ისე ფსევდო აკეთების გარეშე, ჭეშმარიტად თქვენი ტელევიზია, თქვენი ფულთა და თქვენთვისა, უბრალოდ ჩვენ ვიწევთ გადაწყვეტილების მიღება და ესეც იმიტომ რომ გასულიყოს გარკვეული სამედიცინო მომენტები და პირდაპირ არ აისახებოდეს უმრავლესობის განწყობები მაუწყებლის ცხოვრებაზე თუ რატო რეგულარული სხვა წადიყვანს, მაგრამ ამავდროულად უნდა გვესმოდეს, გადაწყვეტილება რომელსაც მივიღებ, მხოლოდ ჩემი პირადი სინდისით ნაყანახები ისე თუ როგორ უნდა იყოს ხვალინდელი და ამ მაუწყებლისა და აქ ძალიან მოვიდა პატოლოგიას უნდა დავეთანხმო ინაცი, რომ მე უფრო სამნობრივ ჯერებას მოველოდი. ბატონმა გიგამ ნაცნობრივ ნაცის რაც ჰქონდა სამნობრივად ჩამოაყალიბა, თუმცა ჩემი აზრით მეტი კონკრეტული ესეთ ელემენტების მოტანა მეც საზოგადოებასაც და დამამცირებელი რაღაცებში ჩემთვის რაც თავი მნიშვნელოვანია ტელევიზიაზე საერთაშორისო ჩვენ ტელევიზიაში როცა მოძრაობის ტელევიზიასთან ეს აფუჭდა რატომაც ის ტელევიზიასთან ის მე ვერაფერ ვერ დავაკვირდი რომ ახლა სხვადასხვა ჩვენი ინიციატივი სპეციალიზაციის გავაგზავნებდა და თავისი ტიპის რაღაცები როცა ხდებოდა არაფერი ჩვენი ტელევიზია შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფო ტელევიზია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას აღიარებს და ამბობს არა მარტო ასე ვთქვათ ჩვენი აქტიურობები ასე ვთქვათ არასამთავრობო სხვა ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს არის უნიშნელოვანი შეგარდა. და კიდევ ერთი ხაზგასმა. ალბათ ბევრი გამოგია ჩვენი ტელევიზიაში წლების წინ, როცა დირექტორის კაბინეტი იყო საოცრად დიდი და კარგი და რა თქმა უნდა მედიცინის დირექტორის მაგასთან იმ კაბინეტში დღეს ზის 10-ზე მეტი ადამიანი. ის რომ დღეს არ ამ დარბაზში
ვიდეო რომლის გაკეთებას შესაძლებელი იყო წლების წინ საუბრობს ირაკლი ბარამიძე, ის მდინარე მაუწყებლობის მენეჯერია, მას სასამართლო დავაც ჰქონდა ჭერის ტელევიზიასთან და საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებით ის დაბრუნდა ტელევიზიაში. ხასავაძეს ახალგაზრდების ასოციაციის ხელმძღვანელს. სიმშვიდეა კი შეხამებლის არა ჩვენებრივ მოდის გამოსვლება მომწინე თუ რამე რო ხმამა მე რამდენიმე საკითხებიდან მოვისმინო როგორც სიამოვნებით დირექტორს ასევე საბჭოსგან ინფორმაცია. პირველი საკითხი ესახება რეიტინგის ყრებას მაუწყებლის და მინდა დავსვას კითხვა რის საფუძველზე ხდება რეიტინგის დათვალა და ხდება თუ არა ამ რეიტინგის დათვალა მთლიანად აკაკის ტერიტორიაზე, თუნდაც თუ ეს მხოლოდ ამერიკა რადარის შემთხვევაში ეხება. ჩვენ ვიცით რომ რეიტინგის პირველი კომპანიები რომელიც საქართველოში არსებობს ორი რეიტინგის რეკლამის პრინციპი და ის არის რომ აუცილებლად ორიენტირებული მეორე წევრი საზოგადოებრივი გაუზომის სამეურნეო საბჭოს წევრი ორი ფერია საქართველოში და ისინი მნიშვნელოვნად განსხვავებულ მონაცემებს აფიქსირებს როგორც ეს ერთი კითხვა მაქვს რამდენი
მისაღებია აუცილებლად აუდიტორიის განსაზღვრა მხოლოდ ამ თვალების საშუალებით და მეორე, როდესაც კომერციული არქივისთვის მოდებული პაკეტებია ეს რეიტინგის დაწესებასთან დაკავშირებით შეიძლება თორე გამოიყენოთ საზოგადოებრივი აუცილებლობის აუდიტორიის განსაზღვრა. ვთქვით, რომ ჩემი პაკეტის სადასტურებლად საზოგადოებრივი აუდიტორიის ბევრი საინტერესო გადაცემა არის მოხერხებული საუბრო, თუმცა ამ გადაცემების მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არ უნდა მოგვარეკოს ცხოვრება, ბევრია იქ ასეთი პროექტი არის და არ არის. მეორე საკითხი შეება აღნიშნავს, რომ დაწესების ბიუჯეტის მიღება მითხრა, რომ დაწესების ბიუჯეტის მიღება არ არსებობს. ბიუჯეტის ინფორმით რა დაწესების ბიუჯეტის მიღება დაწესების ბიუჯეტი არ არსებობს, ახსოვს რომ მოგესალმება ბიუჯეტში რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კონკრეტული საკითხი არ სრულდება პირით დამატებით ხარჯია საჭირო, უნდა შევიდეს კვლევა. 85 მუხლი თათმი ოფში ვერ დააყარა. პირობით ამ მეტაფორა იყო. გასაგებია ხო, მაგრამ იურიდიული ძალის ნაკლებია ეს არის დამოკიდებული. შემდეგი საკითხი ეხება კონკრეტულ შემთხვევას არა. კითხვებია და მოსაზრება. შეიძლება კაცო რატომ უნდა მეგობრებო ძალიან მოусმინოთ ერთმანეთს, როცა საინტერესოა კითხვები, რატომ უნდა შევიზრდოთ მალე. თორა არა ძალიან ხმაურია მეგობრებო. კითხვები საინტერესოა რატომ? მეგობრებო Sempre di qua è stata una cosa molto proprio che c'è stata lui che parla mai da qua. Semplici per la sauvaria. Il caso in semplici stata sauvaria, non so se la si va in un cose. მასალებს კაცო დავუშვათ, მაგრამ კამათები თქვენ ინფორმაციას გასვამთ. 85 ლარი ეს არის განსაკუთრებული ბიუჯეტის თანხა, რომელზეც ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის ამოვლებს კი იწვევს სამართლებრივ პასუხს. და გარკვეული ეჭვი უნდა გადამისვას. მე მოვხდით შემთხვევაში სახელოსთან, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა, თუ ასეთი ინფორმაცია შეეხება რეალობას, საბჭომ გამოიყენა თუ არ გამოიყენა ეს მექანიზმი, რომლის ვალდებულებას არსებობდა და საუბრობთ რომ ამ ინფორმაციის არ მიყოლება საზოგადოებრივ ორგანოსათვის წარმოადგენს ასევე პასუხისმგებლობის საფუძვლი ალბათ კიდევ ერთ საკითხი ესახება და ამით დავასრულებ, ესახება ბიუჯეტის შესრულებას და წლიურ ანგარიშებს, რომელსაც მაუწყებლებს წარმოადგენს დირექტორი. მე როგორც ვიცი 2017 წლის შესრულების ანგარიშიც არის დამტკიცებული. ხელოთა საბჭოს მიერ არ ვამტკიცებ ჩვენ ვისმენ ღებულობ თუმცა არსებობს აუდიტის დასწრები, რომელსაც იწვევს ხელოთა საბჭოს შემთხვევაში და თუ ამ პრობლემებზე ვსაუბრობ, რატომ არ არის ასახული ეს პრობლემები აუდიტის დასწრების მე ამ საუბრობ ეს იყო მე პრობლემის საფუძველი ამ შემთხვევაში შეიძლება უკან მიდით რა ცოტა რომ ჩვენ გავცეთ პასუხს
უშიშრომა. კაკი, ჩვენ კი არ ვახდენთ გავლენას, ვიღაცები ახდენთ გავლენას. უკვე საჯარის ტელევიზიის თანამშრომელია, რომელიც გამოთქვამს თავის მოსაზრებას. არ მინდა ჯერ. მე ფორბოც. არ ეცანამ დამსწრეს საზოგადოება, კარგად არ გაერკვება ნიუანსებში, მსხვილმანებში და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება შეურაცხყოფია ტელევიზია, აჭარის მოსახლეობა, რაღაცა უშრით დავაგშელებინოთ ბორცვით ერთ-ერთი. კი ბატონო, აღწეროს ხტომა. ძალიან კოლეგებო, შეუწყოთ ხე. რომ ბორცვი იმუშაოს გამაშენია, არა, მაინც მე ტელევიზიები ვიღებენ. ხო და გიძახიან, ჩაიწეო მაგას. ისიც მიხარია რომ საერთოდ ჯეკო ალბათ არა გასცემის ყველაზე აქტიური სპეციალისტი ყველაზე აქტიური სამოქალაქო აქტივისტი შეხედია და უყურებ მე ამ ტელევიზიის განვითარებას არ ვიქცობ მე ამ პრობლემა ია, გარეთ გაიხედე ოპერატორები. არა, მაინტერესებს. მე წავყავდით ჩვენ ტელევიზიის ნაშრომის პრობლემები. თქვენ ისიც twitch-ით რომ ჯერ ვიყავით ტელევიზიაში. ჯეკო. დაკავი მასთან და უცებ ვატვირთე რა რა. ჩარი, აი კადრები დავაჩქარო. გამოვიდებელი სარედაქციო პოლიტიკა თითქოს აღაში არ იყოს მისი დირექტორის დირექტორის დამსახურება შეიძლება იყოს. მაგრამ მისი დირექტორობის შემდგომ რომ აშკარად შეიცვალა გიორგი ირემაძე, მე ვიცნობ ხალხატო ნატა იმედაიშვილს და დაწმუნებული ვარ რომ ისინი მიიღებენ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებას რომ ხალხს ამოუღებენ დირექტორის მადლობა. ხო ირაკლი შავაძე, რომელიც ყოფილი მოსამართლეა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, პროფესიით იურისტი. ფანტასტიკური ადამიანების მიერ გადაჭრა და მარკეტინგ მოსვლის დღიდან ეს გადაცემა გააუქმა. წერილის შემდგომ იყო დაპირება რომ გაკეთდებოდა, მაგრამურად არ გვაქვს. გახსოვდეს კამპანიო დირექტორო, აჭარაში პენსიონერები, ასაკის პენსიონერები არიან 52,000 კაცზე მეტი, ანუ მთელი მოსახლეობის 12% და 40% ვარდან სამწევს ის ბრალდებები რაც მე აქ მოვისმინე ეხლა პროკურატურა უნდა იყოს მაგას ხელმორტილები ან ბრალდებელმა არასოდეს ბრალდება წარმოადგინა ან რაკაიკა თუ სიტყვას მაგდან ვაფრენდეთ გრძელდება სხდომა მოქალაქეების ამ შეკითხვებს, ასევე გამოთქვამენ პოზიციებს აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით. ბორდის თავმჯდომარე მიმართავს დარბაზს. მეგობრებო, ჯაბა, აქედან გადმოდი რა ძალიან ხო, აქეთ რო გადავიწდეს. არის ჩართულია პირო. ძალიან დიდი მადლობა შენოთა საბჭოს, ძალიან დიდი მადლობა პროცესში მონაწილეობენ ადამიანს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ ყველა ინტერესი არის ამ პროცესისადმი, მაგრამ მე
გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო განცხადება ეხლა ამ მომენტისთვის. და ეს უკავშირდება ზოგადად ჩემს სამუშაო პროცესთან მოძრაობაში ასევე პრობლემებს. მე გუშინ გვიანამით დავაკეთე განცხადება Facebook-ის საერთაშორისო იმასთან დაკავშირებით რა ხდება სინამდვილეში ტელევიზიაში და რა პრობლემები და გამოწვევები წინაშე დგას მაუწყებლად. ამის შემდეგ ჩვენი დირექტორის ერთ-ერთი მხარდამჭერისგან მე მივიღე მინიშნება კონკრეტულ გადაცემაზე, რომელიც ჩემი ჩათვლის გარეშე გადის სკვანხებზე და მე ვარ ავტორი და ეს გადაცემა მომზადდა აჭარის ტელევიზიაში. დიდი ხანია ეს თემა მუსიებს ტელევიზიაში და მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი და ჩვენ გვყავს ამის პრაქტიკა არსებობს ტელევიზიაში უკანონო გათავისუფლებული თანამშრომლები გვყავს არიან ისინი რა. მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი რომ ამ გადაცემის კონტექსტი და ის რომ ის გადის სკვანხებზე საავტორო უფლებების დარღვევა და მე ამ პროცესში ჩართული არ ვარ. შესაძლებელია მას შემდეგ რაც გავაკეთებ ზოგადად კრიტიკული განცხადებები იქნას გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ ვაფიქსირებ. განეცდა უკვე მინიშნება ამაზე. აქამდეც იყოს ბევრჯერ საუბარი ამაზე. მე გავაკეთე განმარტება დირექტორთან უშუალოდ რომ გადაცემების ტრანსლირება არ არის ჩემთან შეთანხმებული, არ არის ჩემზე დამოკიდებული. ეს ხება აჭარის ტელევიზიაში მომზადებული აგროჩევის და აგროჩევის რომელიც არის საკმაოდ პოპულარული გადაცემები და ვინაიდან გაეროს ეგრეთ მომზადდა ეს გადაცემები გაეროს ნებართვით გადაეცემა სხვა ხერხთა ხდება მისი ტრანსლირება. არაერთხელ დაისვა ეს საკითხი გაკითხდა მინიშნება რატომ გადის სხვა ხერხზე მე გავაკეთე განმარტება, მაგრამ როგორც ხედავ არ გამაყოფილდება იმ განმარტებით რაც გავაკეთე დირექტორში. მე მაქვს მოლოდინი ვაფიქსირებ. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, როდესაც ქალბატონმა დირექტორმა უკანონო დაითხოვა თანამშრომლები და ირაკლი მარამიძე აქ არის, რომელმაც სასამართლოს გზით მოახერხა სამსახურის. მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩემზე განხორციელებას ეწოვა და შესაძლებელია გაკეთდა მინიშნება, რომ თითქოს მე ამ პროექტში შეიძლება ვღებულობდე თანხას და ვყიდე ამ პროექტს, ამ გადაცემას. მე მაქვს მოლოდინი, რომ იყო ცდილობა ადმინისტრაციული законის დაცემისა ჩემს წინააღმდეგ ამის გამო ტელევიზიაში და მე მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ამის შემდეგ გამიგებდეს ჩემს ეწოვა როგორც ავტორი, როგორც ჟურნალისტი და შეიძლება დაიწყოს ადმინისტრაციული წაგება და გამარჯობა დირექტორ დიეგოს სამზერესორი ახლა რეგავარდია თუმცა ამ ტელევიზიიდან გამოვეს მიზეზი FDR-ი და ერთი წლის წინ დაახლოებით ცოტა მეტი იყო, როდესაც ასეთივე შეკრება იყო და დიდი საზოგადოებრივი ინტერესი ჰქონდა იმ შეხვედრასაც და მე ქალბატონი ნათია კამანაძე ვამხილე ტრუილებში და თქვენს დამეთანხმება გიორგი ქალბატონი ნანა და თქვენს რამდენიმე ფაქტი დაასახელეთ მისი მართლობაზე. ეს ყველაფერი ისე თქვენ ძალიან შეიკავეთ მაშინ თავი იმაზე რაც მაშინ შეგვიყვით და რაც ხილობრივი შარშარა იყო თურჩინების თეატრში რეაგირებაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ საზოგადოება საზოგადოებას არ გვეჩქარება. მაინც მოუწოდა და ხედავთ ეს უკვე იგივე მეორდება და ეს მე მინდა თქოთ ერთი რამ. ერთი ბატონ ბეჟანს მინდა გავხსე პასუხი იმაზე რომ ეს პროცესები იმართება, მე ვეთანხმები იმართება, მაგრამ მეორე მხრიდან იმართება არასამთავრობო მოების მხრიდან უფრო იმართება, ვიდრე სამ მხრიდან. მე ამას ძალიან კარგად ვხედავ და მათი მოყვანილია ქალბატონი ნათია და ისინი უდგანან ძალიან მეგრად მას. სხვა მხრიდან მართლაც ვერ ვხედავ. თქვენ ბატონო გიორგი გიძებთ რა ვიცი თქვენ ამბობთ რომ ხართ იმდად იყოს საკუთარი სინგლის წინაშე მართალია თქვენ ხართ საზოგადოების მანდატის მობილი და საზოგადოების სინგლსაც წარმოადგენთ ძალიან საზოგადოების არ შეიძლება ითქვია და მithქვას ორგანიზაციების კი არა ნათია ზოიძემ დირექტორის მოადგილემ გააპროტესტა ეს ფორმატი. ის მიიჩნევს, რომ ბორცს არ ეძლევა საშუალება, რომ წარმართოს ეს პროცესი. Thank you.
კეჩხარდიშვილი პასუხობს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძის შეკითხვაზე. თუმცა აბოლო დროს გამინაცედა ცალკეული დამოკიდებულება რომელიც წარმოდგენილია თქვენი პროფესიული ვალდებულება თქვენი ორგანიზაციის სიმბოლოს გააკეთოს, თუმცა მხოლოდ ერთგვარი გააკეთეთ ეს აქცენტი. მოაქცევთ აქცენტი კალპატონატია საერთო გეოგრაფიის არის შეიძლება მეგობრობის საკითხი და ის მან აკეთებს თქვენი სუბიექტივი აქედან გამომდინარეობს რომ თუმცა ვისურვებდი რომ ასე დისკუსიაში შემოშორება მანამდე დავსწავლე ათინგეი ეს საკითხი ასე პროფესიაში და მანამდე დავსწავლე და გადავიდე სამეთები ძალიან დეტალებში. ეხლა შეიძლება ვინს თქვენი საერთო საკითხი პრინციპი საქართველოში ის სამელა იზოლდება ეს საერთო პრაქტიკა და მე მოგიწევთ ძალიან კარგი დინამიკაში კომუნიკაცია სხვა ელემენტები და სხვა პრაქტიკის ზონება თანამედროვე სამყაროში სხვა პრაქტიკა არის სწორედ ამისთვის არის უხობიო